ჩვენ ხო ვიყოფებით ესე თქვა საპასუხო წელიწადს აი აღდგომის პერიოდში და ამიტომ ვფიქრობ რომ თავიდან დავიწყოთ აღდგომის ხატის შესახებ ანუ დღევანდელი გადაცემა ძირითადად შეეხება აღდგომის ხატის იკონოგრაფიას და მის განმარტებას ფერების ღვთისმეტყველებას და ასე შემდეგ ისტორიულად ხატწერა ნელ-ნელა ყალიბდებოდა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად გამოიხატებოდა ხატები და ბუნებრივია რომ მაგალითად პირველი საუკუნის აღდგომის ხატი აბსოლუტურად განსხვავდება მე-6 მე-7 და უფრო მომდევნო საუკუნეების აღდგომის ხატისაგან ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. როცა მოხდა პასექი, იმ დროს უკავშირდება ზუსტად ჯვარცმა, შემდეგ იმ დროს როდესაც მოხდა ძველაღთმაშის ჯულის მიღება სინათლეზე, იმ დროს ხდება სულთმოფრენობა ზუსტად, ანუ ერთი და იგივე ღმერთი მოქმედებს და ის წინასახეობრივად რაც ძველაღთმაში იყო, წინასწარმეტყველურად სრულდება ახალ აღთმაში.